მოგესალმებით, დაბრუნდი Mafia 3-ით. წინაზე რო ვერ გავაკეთე რაღაცა მისიები, ეხლა გავარკვი რაღაცები და საბოლოოდ ამათ რა უნდა ერთი ვერ გავიგე. ტიპები რას ლაპარაკობენ, ეხლა ნიძახობდნენ სანამ ვიდეოს დავიწყებდი, რომ თუ შენ მეტყვი რომ ჯაზი მოგწონსო, ვიცი რომ აი იმენა მატყუარ ახარო. ეხლა ლაპარაკობენ ახალგაზრდებიო, თავს იმითი იკავებენო, რომ არაფერი არ გააკეთონო რა, რომ აი როკს მოусმინონო. რა უნდა ამ როკთან და ჯაზთან არ ვიცი, მაგრამ რაღაცა ბიფი აქვთ. ხო, ეს სიტყვით, უნდა გამეკეთებინა მე გვერდითი მისიები იმისათვის, რომ გამოსცან თავარი მისია, რომელიც არის აი აქ. ამის გარდა კიდე თუ ორსები სხვა გვერდითი მისიებიც არის აქ, რომელიც უნდა გავაკეთო ალბათ სადმე ქვემოთ ესენი, მაგრამ ამათი გაკეთება სიმართლე რო გიხდით და არ მინდა. ესენიც კიდე აი თითქოს ძალით გავაკეთესავით, რომ აი რაღაცნაირად გამხსნოდა ეგ მთავარი მისია. და ნუ ეხლა გასაგებიც არის რა, ბოსებს და რაღაცებს რო ვკლავთ, ეგეც კიდე იმიტომ არის, რომ მთავარი მისიები საბოლოოდ გამეხსნას. და პოლიციის მანქანაც კიდე სწორედ მაქედან მაქვს, რომ იმდენი პოლიცია დამზადდა, საბოლოოდ ნუ გავხსენი პოლიციის მანქანაც. სხვადასხვის ეხლა თამაშობდი რამდენიმე წუთის წინ, იმიტომ რომ დღეს სამსახურში არ მივდივარ, რაღაცები კი მაქვს მაინც გასაკეთებელი, მაგრამ დილის 7 საათი იყო და გუშინ რა უნდა პოლიციას გასა. კაი რა. მაგრამ ნუ პოლიციის მანქანა ყავს და მაინც უნდა მოვიშორო ეს მანქანა მალე. ხო, რამდენიმე წუთის წინ თამაშობდი, რატომღაც აი აზრი მე ყოველთვის ზოგჯერ მგონია რომ ADHD მაქვს. ანუ რაღაცა ეგეთი მსგავსი, რომ აი ყურადღება მეფანტება ძალიან მარტივად. ხო და რაც ვიზახოდი არის რომ ესე იგი Dead by Daylight-ს თამაშობდი რამდენიმე წუთის წინ და უცებ ჩემო კომპიუტერმა დაიწყო აი სასწაულად გაჭედვა. აი FPS-ი რომ მქონდა დაუშვათ 120, ჩამოდიოდა 5-ზე, 6-ზე, 7-ზე და აი რაღაც 10 წუთი ვიყავ ფაქტიურად ეგრე. და ანუ ვერ ვაკეთებდი ვერაფერს. GPU კიდე ანუ პროცესორის გამოყენება ჩამოვიდა, ნუ 99%-ზე იყო და ეგრევე ჩამოვიდა რაღაც 10-ზე, 5-ზე, ზოგჯერ 0-ზეც იყო და მეთქი ვსო აი დაეხა ხა კომპიუტერს თუ. აი ხაც 8%-ზე არის ჩამოსული. ბარბიერი აქ მოდის? ეგრე ამბობსო. არ ეტყუება კაცია. ტელეფონზე ველაპარაკებოდი და თუ გინდაო მოდი აქო. შენო ხო არ გამოშტერდიო, ანუ მტერს რა დაუთხარიო, ეგ რო აქ მოვიდესო და ის უთხარი კიდე სად დაელოდებოდი და როგორო. შენ ძალიან სერიოზული ხარ მაგაზეო. ხალისო კლაო რა. შენ შეიძლება ყველა მოგეკალიო. იო შეიძლება მოგეკალით ყველაო რა. მოგეშინიო, ეს ნიკი არისო. ოჯახ ამ გოგოს? If there's one benefit to being your miserable daughter, it's not know what a posse of dago assholes out for blood looks like. ნუ ესე იგი ამ ქალიშვილსაც დანს რა ამ კაცი, იმიტომ რომ შენი ქალიშვილობა იმას ნიშნავს, რომ სულ ვიღაცა მოსაკლავად მომზევსო რა ესე რა ვთქვათ. Loaded up some barrels with a special petrol mixer cooked up. Scatter them across the yard. A bullet will take them out. So don't be close to them when they blow. კაი, ნუ ესე იგი ბენზინი უნდა დავაქციოთ რა აკეთიკეთ. You should head up to the roof. ხო, როგორც გავიგე ბენზინი უნდა დავაქციოთ ახლა აკეთიკეთ, მთლიან ამ ადგილზე, როცა ისინი მოვლიან, მე უკვე ვესროლით მაგას წყლი გავიჩდება. We clear? I'll see you when this is done. You mate. როცა მორჩება ეს ყველაფერი მე გნახავ და შეიძლება ვნახო ხო. You're right back there last. What's that? My die asking how I'm doing? Whatever have I done to warrant such fucking concern? Ah, shite girl, a simple yes or no would have been fine. კაი, რა უნდა გავაკეთოთ ახლა? დაიცავი ბუკის. ამას უფრო მეტი ზომი არა აქვს, ნუ სნაიპერია და წესით უფრო მეტი ზომიც უნდა კონდეს. მაგრამ როგორ შენს ეგრე არა. რა სისულელია ეს, ანუ ცოტა უაზრობა კი არა, იმიტომ რომ იმ ტიპმა ამათ უთხრა, რომ აქ არისო ჩვენი ბაზაო. ეს იდიოტებიც კიდე მოვიდნენ ჩვენ ბაზარში და ხა კვდებიან. ანუ რატო პროსტა? თუმცა ხო ჩავიდეთ ვფიქრობ ხა და ამ ავტომატით უფრო მარტივად მოვკლავდი ამათ, მაგრამ არ ვიცი ღირს თვითონ თუ არ ღირს. მოდი ჯობია რომ დაველოდოთ აქ. ცოტა გამოდი და ოპა. არ მოგდნენ?
ხო მოკლედ რა შეიძლება ხა იმას მე რო გითხარით რომ მეთქი FPS-ი ძალიან მკვდებოდა თქო და მეგონა რომ ვიდეო ოპერატივი всё მორჩა გათავდა აღარ გაზრი უნდა წავიღო საგარანტიოში თქო მე გავტესტე და ნახე აი რამე აპდეიტი ხო არ იყო იმისი ვიდეო ოპერატის და როგორც აღმოჩნდა Lenovo-ს ვიდეო ოპერატების აპდეიტი იყო რაღაცა და ეგ რო გამოვწერე კიდე კაი რო გაკეთდა და აღარ იყო კიდე იგივე პრობლემური თორე არ ვიცი თან საქმე ის არის რომ ისეთი გარანტიები არის ზოგადად საქართველოში ამერიკაში ხარ ვიცი რა როგორ არის მაგრამ აქ ისე არის რომ დაუშვათ თუ შენ გაქვს ლეპტოპი ან მონიტორი რომელი მონიტორიც არის OLED და დაემართება დაუშვათ პიქსელების დაწვა ხო და შენი მონიტორი ფაქტიურად აღარ არის ისეთი ლამაზი როგორც ადრე იყო იმიტომ რომ აგერ ერთი პიქსელი გაფუჭებულია მეორე პიქსელი გაფუჭებულია და ზოგადად არის საქმე ესე რომ ვთქვათ იმის მაგივრად რომ მთლიანი ლეპტოპი გამოცვალონ იცვლება მხოლოდ მონიტორი და წარმოიდგინე ხა OLED ეკრანი რო გაქვს და მაგას რო გამოგიცვლიან და მე რაღაცა ახალს რომ მიგიწებებენ თან ხა Legion-ის მეხუთე Pro-ს ლეპტოპის მონიტორს ეგეც ალკე ვინახავს აქ ცოცხლები მინდა ეგენიო ხო გაიგეთო ისე გავლახაო მაგნამ ბიჭორს რომ არასოდეს არ დაუწყდებაო ხო და ნუ როგორც ვიზახოდი ვის უნდა პროსტა ეგეთი ლეპტოპი რო აი რაღაც ერთი ნაწილი სხვა ადამიანთან აქვს ერთი ნაწილი სხვიდან აქვს სული არის რა მაგუხრე და დაბრუნება და რაღაცაც კიდე საქართველოში არ შეგიძლია ფაქტიურად არსად და ეგეც კიდე ძალიან დიდი მინუსი არის ერთი ამერიკაში მაგალითად ისეთი რაღაცეები არის რომ ზოგჯერ ვაიმე რასაკეთებს მა ზოგჯერ კომპანიები თავად გთავაზობენ რომ აი ამ ნივთს ამ კონკრეტულ ნივთს აი აქვს დაბრუნების გარანტია ამდენი ხანი და ნებისმიერ დროს აი 5 დღის მანძილზე როგორც თუ სწორად მახსოვს შეგიძლია რომ ნივთი აიღო გამოიყენო კარგად დააბრუნო მერე საქართველოშიც ახლა ეგ არ ექნებოდა ცუდი ვარიანტი მაგრამ საქმე ისაა რომ აქ ზოგადად მენტალიტეტიც ისეთი არის და ხალხიც ისეთი არის რომ რაღაცას იყიდიან დააბრუნებენ და მოკლედ აი ძალიან ცუდად გამოიყენებენ მაგ დაბრუნების რაღაცას ხო ხვდებით ამას ახლა რა უყურეს გაცოცხლებოდა მე სრულად დამეწყებს და თან ტყუებიც აღარ მაქვს ხა მეტი და ბუჩერის ხალხი მოკალიო აი მოდი ეს მოვიშოროთ ახლა უცებ ამის იარაღს ავიღებ აუ ამასაც ის უაზრო სნაიპერი აქვს ვიღაცა მე მგონი ავიდა სხვათა შორის ზემოთ და იქედან ახლა თუ მესვლა ძალიან ცუდი იქნება საქმე ამის იარაღი ხო არ ავიღო კიდე მოდი ამის პისტოლეტი ავიღოთ იმიტომ რომ ვიტყვები გვექნება აბა კინა გამომკლა სო მოვშორეთ ყველა გონი კი კაი წამოხაგეთ ეს მიღა კიდე არ ვიცი კაი მოდი მოკლედ ხა ეს დაველაპარაკოთ ამას რა უნდა ანუ ძალიან ბევრი პერსონაჟია ეს აი ეს ბოსები და ეს ვიღაცები არიან იმდენი რომ აი მე უკვე აღარ გავიგე აუ ტყუები არ აქვს უნდა შეგენახავ ერთი ტყუა მაინც შავკანიანი და მიკი ერთად მუშაობსო არასოდეს მოგონა თუ მაგას ნახავდი I see the legs still giving you fits, huh, fucko? Hey, ეს ცხალი ხარო? Fuck you! როცა მოკლავ ეგეთი მაგარი არ იქნებიო რა. რა გონია მე რა მოხდებაო, შენ მოკვდებიო. მალეო ჩემთან ერთადო და შენ მთელი ორგანიზაციაცო. კარგად ხარ? Grab his legs. ფეხებში მოკიდეო და გარაში შეათრიეო. ეს მსუქანი ნაბიჯვარი. We were never able to reconstruct precisely what happened to Barbieri. Barbieris რა მოვიდა ზუსტად არ ვიცით. იმიტომ რომ მისი სხეული 1990 წლამდე ნაპოვნი არ იყო. And his remains were found in the trunk of an old car. Both legs were broken so many times there was barely any bone left. ნუ ესე იგი მისი სხეული ვერ იპოვეს 1980 წლამდეო და საბოლოოდ როცა იპოვეს მდინარეში იყო მანქანის საბარგულში წყალში გადაგდებული და როცა ამოიყვანესო მაქედანო უკვე ისეთ მდგომარეობაში იყო რომ ანუ ძლივსვით იცნესო რა და ფეხებზეო ძვლები იმდენჯერ ქონდა მოტეხილი რომ თითქოს აი ძვალი არც ქონია მაგის ფეხებსო
ანუ ესე აწამეს, ალბათ იმას რო ეხუმრა ფეხებზე მაგითო, რო ფეხები ტკივაო შენოთ რაღაცაო. კაი, პოლიციის მანქანით ეხა აქედან წასვლა არ ღირს, ჯობია რომ ამ მანქანით გავიდე, მაგრამ სად უნდა წავიდე ჯერ. ბურკის უნდა შევხვდე, ანუ აქ უნდა შევიდეთ. წამოაბა ნახოთ რა უნდა ამას. ეს არა კაცო, მეორეს უნდა შევხვდე. ირლანდიელები მადლიერი არიანო, რომ ეგ ბაჩერი მოკალიო რა და აღარ უწევს ხა მაგას მაგ ბუჩერის ნახვა ანუ ამ ხალხს. ამის რო წავიდე ხა არ მაწყობს, იმიტომ რომ კიდე პოლიცია მეკიდება და მე მგონი ჯობია რომ მანქანა შევიცვალო, მაგრამ აქედან რო გავალე ხა მანქანის შეცვლაც კიდე ცოტა პრობლემური იქნება, იმ ხრივ რომ ეს ხوار წავიღო, მაგრამ ეს ძალიან დანაწილი არის. კაი, აბა ამას რა უნდა ხა ამასთან წავიდეთ. დასიგნალება როგორ უპს. აი ტყუები აღარ მაქვს საერთოდ და იმის გამოძახება დამაუწევი და რაღაც მანქანა რომ მოდიოდა. თითქოს რა ვიცი, ვოლტივით ან რომელიღაც ეგეთი კომპანიას წავით და მე რო იარაღებს მაწვდი და კიდე კიდე პოლიცია გამომეკიდო რა. ხო, მაგას თუ გავიხსენებ, მე კიდე მაგასაც რა თქმა უნდა გავაკეთებ. და აქ რა იყო, აღარ მახსოვს სიმართლე რო გითხრათ ხა. რა ხდება აბა აქ? აქ ვიდეო ხო არ არის? არა, ეს კაცია კიდე. შენ არ დაგტოვებო. მარტო ხელა ვარო. სტემ. მაგალ მარტო ხელები იძინებდნო და შენც მაგათან ერთად დაიძინეო რაღაცას მღერის რა სისულელეს ახლა. ამის მერე რა თამაში გინდათ რომ გადავიღო Old Country არ ვიცი ვიყიდე თუ არა, იმიტომ რომ ჯერ ეგ იქნება ძალიან ძვირი და მაგ ხელაფულის გადახდა Old Country-ში მირჩევნია სხვა რამე ვიყიდო ესე ვთქვა სხვა რამე გადავიღო. Barbiers-თან მოგვარდიო უკეო? არაო. ჯერ კიდე გაიხარე მინდა მაგამდე. ხო გითხარი ნელა მოკვდებაო ეგო. ჯერ არ მოუგლიათ ის, ანუ ის ახალებები რაღაცა მომავლიდან, ნუ პრინციპში ეგ ვიცოდი, სადაც მომავლიდან ხდებოდა. და შენ ლაზარუსივით მოხვედი ვაკო. ჩემ თავზე ვფიქრობ, ეს ნაბიჯვარი ან იღბლიანი არის, ან ისეთი ტიპი არის, ვინც იწევსო დამპალი იღბალსო. შენზე შევცდიო მეო. შეგიძლია მადლობა გადამიხადო ჩემი სახელით დაზახებითო. ლინკოლნი ხო? სასაცილოა. Funny. Things get taken from us. Convince ourselves we'll go out. მოკლედ ჩვენ საკუთარ თავს ვარწმუნებთო იმაზე, რომ თუ ვიღაცას ვატკინთ რაღაცას, ამ შემთხვევაში რაც ჩვენგან იყო წაღებული, ეგ ყველაფერი დაგვიბრუნდებაო რა, მაგრამ ეგრე არ ბრუნდებაო არაფერიო. სხვისი ტკიანითო ჩვენი დანაკარგი არ მომდისო რა. და ხო მართალიაო. თელ ცხოვრება Even if they were there to help, look where it fucking got me. It's the sense changing. მოკლედ ყველა ზურგება აქცია, ვინც დახმარებასაც ცდილობდაო, მაგრამ მოხედავო სად მივედიო აქამდე. არაფერი არ იცვლებაო და ერთადერთი გზა არის წინო. Now that Irish Point is back under your control, I'm gonna need you to bring in as much money as you can. Going after Marcano ain't gonna be cheap. მოკლედ ეხლა რაღაც ირლანდიის ადგილები არის უკვე შენიო, ბევრი ფული მოაგროვე იმისათვის რომ მარკონოს წინააღმდეგ წავიდეთო, იმიტომ რომ მარკონოს წინააღმდეგ წასვლა ეგეთი იაფი არ იქნებაო. და შენც მოგინდებაო ხო შენი ფულიო პროცესშიო და კიო. მოკლედ ვერ ვიტყვიო რომ მომწონს როცა ვიღაცა ბიზნესში მიდგებაო ეგრეო, მაგრამ ნუ რა სიზამო. That liquor hauls in a fair amount.
We'll talk to her. She's around here somewhere if she ain't out quail hunting. Quail ain't in season. Oh, for her kind, it's always in season. მოკლედ რაღაც ღვინის ისინი აქვთ რა და მაგასო ჩემი ქალიშვილი მარტო ვერ იზამს ხო და დაეხმარებ შენო. ალბათ მომიწევს ახლა კიდე რაღაც გვერდის ტიმის გაკეთება. თუ მოპატიებ მე ბარბიერთან წავალო. ალბათ მოვენატრეო მაგას. მარტო ხელა არისო. ეხა ეს თუ მთვალი არის, იმას კიდე გალახავს ალბათ ან კიდე დაატეხავს ფეხებს. ეს პონტიახი როგორ მოწონს ძალიან მაგარი მანქანა არის. არა რა, აი ამ ლეპტოპის მეშინია ყოველთვის. აი ან იმის მეშინია რომ როდესმე პიქსელი დაეწובה და ღმერთთან უკნას რო ეგ მოხდება, როგორც გამოთქმა არის ხოლმე და ან კიდე მეშინია რომ კიდე რაღაცა არ მოვიდეს თავად ამ ვიდეოებარაც და კიდე ისე არ დაიწყოს აი რომ მოკვდა ფაქტიურად და ვეღარ ვარ აკეთებდა. და სხვადასხვის არ მეგონა რომ აი RTX 5060 აი ბოლო თაობის ვიდეოაპარატი ნუ მიუხედავად ხა იმისა რომ თლად საუკეთესო არ არის არც 50-ით რომ თავდება არც ეგეთი ვიდეოაპარატი არ არის შესაბამისად ნუ მე ვიფიქრებდი რომ იქნებოდა ოდნავ ძლიერი მაინც მაგრამ რომ დავაკვირდი რომ აი თითქოს და ვერ ქაჩავს წესიერად ამ Red Dead Redemption 2-ს თუნდაც აი ავით მართლა მიკვირს იმიტომ რომ მაგ თამაშის რეკომენდაციებში წერია, რომ რეალურად უნდა მოიცი ზემოთქვა უნდა უსულიყავი მე. არა, შემიძლია კეთე წასვლა. ხო, ანუ Red Dead Redemption 2-ის მონაცემებში წერია, თუ სწორად მახსოვს, ჭირდება მაგას. რეკომენდებული სეტინგები რაც არის, ვაი. ეგ არ უნდა მექნა ახლა. კაი, მე მგონი აქედან ვეღარ ამოლოკვე და ჯობია რომ გადმოვიდე და კიდევ ვიღაც მოპარო მანქანა. 1070 უნდა ვიდეოაპარატი თუ არ ვწდები, ხო და მიკვირს რომ 1070 თუ უნდა, რომელიც აი რაღაც პირველი თაობის ვიდეოაპარატი არის რა. ანუ 1070 იყო ფაქტიურად ერთ-ერთი საუკეთესო იმ პერიოდში და მაგ პერიოდში კიდე არ ვიცი ხა შეიძლება ბევრი ბავშვი უყურებდეს ამ ვიდეოს და არ იცოდეს, მაგრამ აი ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეოაპარატი იყო ეგ ადრე კიდე აუ ვინ ურეკავს ახლა ამ პოლიციას? რა გინდა აი დაეტიე შენს ადგილზე? ვინც უყურებდა ადრე gaming PC იყო ეგეთი არხი, ეგ თამაშობდა აი ძალიან ხშირად რა ქვია იმ თამაშს Ark Survivals და მაგას უყურებდი ხოლმე მეც. აი ისე კარგად თამაშობდა მაგ თამაშს იმ ვიდეოაპარატით, იმიტომ რომ თუ სწორად მახსოვს მაგ ვიდეოაპარატს ჰქონდა და ეხაც აქვს 8 გიგაბაიტიანი VRAM. და თუ ეგ იყო საკმარისი Red Dead Redemption-ის ჩასართავად თუნდაც 2K-ში, თუნდაც 1080p-ში, ანუ Full HD-ში, ან რაღაც ეგეთი მსგავსი, მაშინ 50-60 როგორ ვერ ქაჩავს მაგ თამაშს 60 FPS-ზე მეტით. 2K-ში თუნდაც. თან ლეპტოპი არის, ახლა გასაგები არის, რომ შეიძლება თვითონ ვიდეოაპარატი არ იყოს ისე ძლიერი, როგორც იქნებოდა PC-ს, მაგრამ მაინც გასაკვირი არის, რომ ეგრე უჭირს მაგ თამაშის გაშვება. ან თუ გინდა ეს თამაში აიღე. ამას ახლა რეკომენდაციებში უწერია, რომ პრინციპში ზუსტად არ ვიცი, მაგრამ 8 გიგაბაიტიანი VRAM ჭირდება ამას, ანუ ვიდეოაპარატის მონაცემები ჭირდება, რომ იყოს რვიანი. ხო და 2K-ში medium და ultra გრაფიკაზე 60 FPS-ზე მეც როგორ ვერ ვიღებ, ეგეც მაგრად მიკვირს. ამ დავიჯერო ევოლუციას არ განეც ისეს ვიდეოაპარატები და როგორიც არის ეგეთი რჩება, უბრალოდ ემატება ეს რაღაცა frame generation-ი და upscaling-ი და ray tracing-ი, ანუ ეგ რა ვისაც ჭირდება. Ray tracing-ი არ გამომიყენებია არც ერთ თამაში, არც frame generation-ი არ გამომიყენებია არც ერთ თამაში, მით უმეტეს Battlefield-ში რო გამოვიყენო ხა ეგ frame generation-ი რა აზრი აქვს, ოდესაც კი, ანუ FPS-ი მოემატება რაღაცა 40 ან 50-ით გააჩნია რამდენიმე აქვს სტანდარტულად FPS-ი. მაგრამ ანუ delay მაქვს იმდენი, რომ აი იარაღს რო ვისვრი 0.1 ან 0.2 წამის მერე მესმის რომ იარაღი ვისროლე და ტყვიაც კიდე მერე მიდის. ეხა story თამაშებში როგორც Red Dead Redemption-ი არის თუნდაც ან როგორც Mafia არის თუნდაც ეს თამაში კიდე მესმის რომ აი გამოიყენებდი mag frame generations 2x-ზე მაინც და FPS-ი მეტი ექნებოდა, იმიტომ რომ აქ ეხა delay-ის დიდი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, იმიტომ რომ story თამაში არის და კომპეტიტივი არის და რაღაცა counter-ებით ეხა ამას არ ვთამაშობ, იმიტომ რომ რანკები აქ არ არის და ვიღაცას აქ არ ვეჯიბრები. ხო და არის გასაოცარი რომ აი არაფერს არ უკეთებენ ამ ახალ ვიდეოაპარატებს. ეხა ალბათ რო გამოვა კიდე
6060 ვიდეო ბარათი ან 6000 მოკლედ ვიდეო ბარათები ეგრე იქნება ალბათ ისინიც რომ აი განახლება იქნება ფაქტიურად არანაირი. დიდი ვარაუდი დაამატებენ VRAMs და 60-60 ექნება რუის მაგალითად 10 ან 12. ეგეც კიდე იმიტომ რომ მარკეტინგივით ხრიკი არის რაღაც ამ დაბალი მონაცემებით გააკეთებენ, მერე გამოუშვებენ სუპერს, თორსა უკვე ამოყიდიან ამ დაბალი მონაცემების ვიდეო ბარათს, მერე იმასაც ამოყიდიან კიდე რომელიც იგივე იქნება უბრალოდ მეტი VRAM-ით და ნუ აკეთებენ ეგრე. აი ერთადერთი შეიძლება რაც დაემატოს მაგ 60-60 ვიდეო ბარათებს ის იქნება რომ 10%-ით უფრო უკეთესი იქნება ვიდრე ჩემი ბარათი. ალბათ იგივე იქნება სიძლიერით როგორც 50-70 არის ახლა, ოღონ 60-60 იქნება ეგრე. და ალბათ 4x frame generation-ი რო არის ახლა, ანუ FPS-აც უმატებს AI და AI-ის დახმარებით, იმას ექნება 5x და ვსო, ეგ იქნება მთელი გაახლება ალბათ მაგ ვიდეო ბარათის. არ ვიცი. აი ადრე მაგალითად ეგ თუ გახსოვთ 970 იყო ვიდეო ბარათები, 980 იყო კიდე ვიდეო ბარათები და მაგენის მერე რო გამოვიდა თუ მაგათთან ერთად იყო ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ 1050 და 1050 არა 1070 რო გამოვიდა, ეგ იყო ერთ-ერთი საუკეთესო და აი 80-70-დან ანუ დიდი ნახტომი იყო რასე თუ ისე თუ სწორად მახსოვს, მაგრამ ეხლა არ აკეთებენ ეგეთ დიდ ნახტომებს. ანუ თითქმის ყველა ვიდეო კარტა არის 10%-თან მაქსიმუმ 15%-ით უკეთესი წინაზე. თან თაობით გამოჯობესება რო არის. ანუ თაობით რო გამოჯობესებ რაღაცას ხო უნდა იყოს უფრო ძლიერი, ბევრად ძლიერი. აი როგორც iPhone-ები თუნდაც 15, 14, 16, 61-იანია ყველა. ჩემი კაცი წესის მოყვება. ჩემი პრობლემა არ არის, როდესაც შენი ხალხი ვერ იგებს მაგასო. შენ პრობლემა შევქრიმეო მაგასო. რა ჯენობა ხდება აქ? If it ain't the city's favorite pot-licking Donkey Thomasburg. Donkey, ანუ ეს ვირი თუ არ არის ამ ქალაქის ერთ-ერთი საუკეთესო ვირიო რა, ანუ ამ კაცის სახის ახლა ტომასბურგი. დამითხარი? იარაღი დადეძირსბურგ. კაცინებზე 7% სადო იყენებს GPU პროცესორის ვიდეო ბარათი. 4-ვე უნდა ვიყოთ ერთად მარკანო რომ დავაგდოთ რა. ესეთი სისულელე არ გვჭირდება ხა აქო. მარკანო უნდა ჩამოვაგდოთო, ეს ორი იდიოტი მარკონსის მუშაობსო აქო. And this one? და ეს? Do you know how many of my men this Canard killed cuz Marcana told him to? რამდენი კაცი მოკლა იცი ამანო? იმიტომ რომ მარკონო მუთხრაო. წადი შენ და ამათაც თუ გონია რომ ამგეთან მუშაობ ერთად. არენდობი მაგას? კაია. იმიტომ რომ არც მე არ გენდები თქვენ არც ეს. მოკლედ მიუხედავად მაგისა რომ არ გენდობით მე ბარბიერი მაინც მოკალია ამ წეხან რომ ვიღაცა შემოვიდა ჩვენთან ხო იცი ფეხები რო დაატეხეს და აგერ რომ ამასო ბურგსო დავეხმარეოდა ვიდეოს გამო კიდე ვიდეოს ხო გამოვიყვანეთ რაღაცა საყენულიდან მოკლედ ან ერთად ვიქნებითო ან აქედან გახვალთო მაგრამ თუ აქედან გახვალთო თქვენი სახელები იქნება მარკონოს სიაშიცო ანუ ტრები ვიქნებითო რა. ეხლა თუ დავამთავრეთ უკვე ბავშვებით მოძრაობა, მოდი განვიხილოთ გეგმაო. მარკონოს ორგანიზაციის ჩამოსაგდებად. უნდა მოუკლათ ჯერ მარკონოს ხალხიო რა, ვინც ქვემოთ არის. ვიცი რომ ჯარმა შეინგონება შეავსო რა, რაღაცა სტატისტიკებით და სქემებითო, მაგრამ overthinking არის რა ეგ. And what you think gonna happen after? Everybody else just gonna lay down and die, you stupid ass motherfucker. Cassandra's right. ანუ რა გონიაო შენო თუ პირდაპირ წავალთო და მარკონოს მოუკლავთო, ხალხი პროსტა გაჩერდებოდა არაფერს არ იზამსო და მე იმ ხალხმა უთხრა რომ შენო ავად ხო არა ხარ ანუ რა ანუ არ გამოვაო რა ეგრეო. იმიტომ რომ იმ კაცს უნდა პირდაპირ მარკონოს მოუკლა. და ესე უნება რომ კასანდრა მართალი არისო. მარკონოს მოუკლა არსადაც წაუყვანსო. მაგის ძმებიო რა, აიღებენო ისევ და იგივე იქნებაო. Then, once they're killed, we seize their territory and move on to the capos. Once the lieutenants and the capos are killed, Marcano will be isolated and alone. გასაგებია ამის გეგმა. ესე იგი, what happens to those territories we get from Marcano? ტერიტორიებს რა მოვაო მე რომ მარკონოს კაცებს რომ მოუკლავთო მანდ და წავართმეთო. როცა ჩვენ ხელში იქნება, მე გადავწყვეტ ვინც წარადგენს მაგენსო რა. მე დისტრიქტს მოგცემთო და
ასე შემდეგ. Keep that bastard from reclaiming it. One last thing. Y'all know that building that's going up across the lake? ეს ისმის. დინარის გაღმორო შენობა რო არის, ხო იცით თუ? კაზინოს აშენებს უე კომანდო. Marcano's constructing this so we can go legit. მარკანო აკეთებს მაგას, რომ უკვე ლეგალური გახადოს კაზინო რა. All his money's tied up into that thing, so once he figures out what we're up to, it'll limit his options. More importantly, it's an emotional attachment. Emotions make people irrational, greedy. So that's where we hit him. Right in the goddamn heart. კაზინოს უნადგურებენ ახლა, იმიტომ რომ კაზინოს თუ გაუნადგურებთო, აღარ ექნებაო რა ფუნქციებიო და ემოციებს აყვებაო და ემოციებს ზაყვება ადამიანი, მერე უკვე არარაციონალური ხდებაო. Hey. ეს არის დეტექტივი, ხო ჩვენი? speech. კარგი საუბარი იყო. Okay. They're all too greedy or pissed off of Marcano to back out now. At least until one of them decides to try the crown on for size. Well, if it comes to that, I'll handle it. The photos were a nice start and all, but I'm gonna need some actionable intel on those lieutenants. Place of business, where I can find them, you name it. The dossiers are nearly complete. I'll be ready to move when you are. I was also able to recruit some concerned citizens who are more than happy to share what they know about Sal's coalition of WAP assholes. Information on how to contact them will be included with the other intel. Appreciate it. Sure you don't need a ride? Oh, I do my own driving. არგინდა რო წაიყვანო და არა ჩემი წავალო მეო. Systematic killing of გეტყვით ხა მოკლედ. capos and lieutenants, that was part of the plan. Well, you're playing fucking patty cake, Christ. Look. მოკლედ, არ ვიცი რა ხდება ხა, ანუ ლინკოლნი და ეს ტიპი არიან როგორც ჩანს ყველას წინააღმდეგ. და როგორც ჩანს ლინკოლნი რეალურად არც იმათ არ ენდობა და მოკლედ არავის არ ენდობა რა, ანუ უნდა მარტო არის თავად. უბრალოდ იმათ იყენებს ახლა ვინც იყო ეგ ვიტო და კიდე სამი სხვა ადამიანი, რომ მარკონო მოკლან. და მარკონოს მოკლის მერე ალბათ ამათაც ზურგში აქცევს და ამათაც მოკლავს ალბათ არ ვიცი, მაგრამ შეიძლება უბრალოდ გამოვიდეს მაგ ორგანიზაციიდან და მარკონოს მოკლის მერე უკვე თავად იყოს მარტო და ეს ტიპი კიდე დეტექტივი არის მე მგონი თუ ვიღაცა ეგეთი მსგავსი და ეხლა ხდება მომავალში რომ აი მარკონოს ის ასისტენტები ვინც არიან დამხმარები ეგენი მოკალით ყველა როგორც ჩანს და ეხლა ნუ ამას ეკითხებიან რა ანუ მაგათ მოკლის მერე რა მოხდაო You want to bring somebody down? თუ გინდა ვინმეს მოკლაო ჯერ ფუნდამენტი უნდა გაანადგურო მაგისიო კაი ეხლა რა ხდება ესე იგი მაპი აქვს დამატებითი მისიები Metaphysics Donovan continue going out to Macono, complete optional agenda. Missions for around the boss. And we say კიდე უნდა შევასრულოთ როგორც ჩანს Sign of the Times is now available to play. The beginners ეს მოკლედ რაღაცა დამატებითი მისიები არის დიდი ვარაუდით ამათი გამკვეთებელი ხა მინდა და რა ვარ. ანუ ვიტოს მისიები არის როგორც ჩანს ეს კიდე racing მისიები დიდად არც ეგ არ მაინტერესებს. ჩემთვის ახლა მთავარია რომ თამაში დავხუროთ. ლინკოლ მოდი ამიყვანეო. რაღაცას უნდა ვილაპარაკო ჩვენ. მარკონის შესახებო? არა. ყველაფრის შესახებო. Alright. See you soon. კაი, მალე გნახავ რა. კაი, საერთოდ წავიდეთ ახლა ჩვენ. ასევე უნდა დამოვიწყდეს რომ 11 საათზე გასასვლელი ვარ, ჯერჯერობით არის 9 საათი. კარგი, დამატებითი მისიები, რომელიც დაგვემატა ახლა ჩვენ წესით, ხო? აქეთ არაფერი არ არის. თავარი მისიებიც უკვე 3 გვაქვს, არა 4 მისია გვაქვს თავარი. ეს რა არის? მოიცა ერთ წამი ეს მისიები ხო არ არის რომელიმე გვერდითი მისია. Downtown. ეს არის then I was reviewing the dirt. საერთოდ დენავანი მეუნებოდა რომ მოდი და უნდა გნახო მიტე აგერ არის ხო? წავით ახლა მანდ. მაგრამ წინ ვინ არის კიდე? წინ არის დენავანი ხო? კაი. წავით. მოკლედ დენავანი როგორც ჩანს ინფორმაციას კიდე გვაწვის რაღაცეებზე, იმიტომ რომ ხალხი ყავს მაგას ალბათ, ან რაღაცას მოკლედ დაიწყალებში ჩალიჩობს, რომ ეგ ინფორმაცია ჩვენ გქონდეს. რადგან ლინკოლნმა უთხრა რომ ფოტოები და რაღაცეები რომ მომაწოდე, კარგი ეს ბუჩქია რა კაცო. ფოტოები რაც მომაწოდეო, კარგი იყო, მაგრამ უფრო მეტი ინფორმაციის დამჭირდებაო მაგ ხალხთან დაკავშირებით, ანუ სად არიანო, როგორ არიანო და ასე შემდეგო და იმან თქვა რომ კიო კაცო მოგაწოდებო არ იქნება პრობლემაო. ხალხი მყავსო რა, ვიღაცეებიო, ვინც თანახმაა რომ მესაუბროსო მაგ ასოციატებზეო, მარკონოს ასოციატებზეო. და კეთილ ყველაფერსო. აგერ კატას მოვიდა კიდე მომაყარა ტილები. ნახოთ აბა რა უნდა, აი იმდენს ჭამს პროსტა ეს კატა რომ გასივდა ტიპი.
რა ვქნათ, დავაპაუზოთ და მივიდეთ. და პრინციპში არ არის შორს. მოდი ახლა მაგას გავესაუბროთ, გავარკვევთ რა უნდა, რა ჭირდება, როგორ ჭირდება, მე ვიდეოს დავამთავრებ. ალბათ მომავალ 4 შაბათს კიდე გადავიღებ ვიდეოს ერთს. იმიტომ რომ მაგროს ვისვენებ და რატომაც არა. მაგრამ პრინციპში მაგროს კიდე გამოცდებიც ამაქვს და ნახოთ მოკლედ რა როგორ იქნება რა. იმ კვირიდან უკვე ცოტა დატვირთული ვიქნები, სამსახურიც, გამოცდებით, სამსახურში კიდე რაღაცა პრეზენტაციები და ასე შემდეგ. ხო და იმდენად მოცლილი შეიძლება ვერ ვიყო, მაგრამ ახალ წლამდე თუ დავამთავრე ეს თამაში, ვიქნები ბედნიერი. აი, მართლა ძალიან ბედნიერი. იმიტომ რომ მე უკვე მექნება საშუალება რომ სხვა რაღაცას გადავიღო. თან როგორც გითხარით, ახლა ისტორია კი კარგი აქვს ამ თამაშს, ანუ ცუდი არ არის, მაგრამ გეიმპლეი როგორც ასეთი იმდენად მოსაწონი ვერ არის. და ეს კატა კიდე თუ არ გაჩერდება ახლა და მოფხანოს თუ არ დაამთავრებს, იმიტომ რომ მიკროფონს ამოძრავებს აქეთ იქეთ ამის ქეკვა. არა, ან ბავშვი ვარ ფაქტიურად, მე მგონი 2-3 თვის იქნება ალბათ. ხო, პრინციპში ისიც თქვა მინდოდა კიდე. აი, XM 6-ის ყურსასმენები თუ იცით ვინმე, აი Sony-ის ყურსასმენები, მაგის შეძენა მინდოდა საკმაოდ დიდი ხანი არის. და ეხლა მოდი აქედან გადავალდეს პირდაპირ. იმედი არ მოვკვდები. არა, გადავშით. იმიტომ რომ ეხლა ქვემოთ ჩასვლა და იქით ბოდიალი კიდე მეზარებოდა მაგრად. მე მგონი კიდე ამ სასტუმროში მივდივართ ხო, სადაც წინაზე ვიყავით. არა, ეს სხვა ადგილი არის. ხო და აი მაგასაც რო ვიყიდი მაგ ყურსასმენებს, მე უკვე გეგმა რაც მქონდა, უკვე ყველაფერი შესრულებული მექნება და მე ვიყიდი უკვე Resident Evil Requiem-ს და მაგაზე არ ვიცი, ანუ გინდათ რომ გადავიღო Resident Evil-ის თამაშები და მით უმეტეს ეგ Requiem-ი. არ ვიცი აგერ გულს ხარო თქვენო. ცხელა, ტენიანობა არის. საშინელი სუნიაო. ტალახის სუნიაკო. The Mekong Delta had that same goddamn stench. მეკონის დელტასაც იგივე სუნი ჰქონდა. მაშინაც სრულდა და ეხაცო. აბა, ისი გაგება გინდა. რა გაიგე? Frank Pagani. Tikvo Harbor. მართავსო. And he has a ship called the Tanager which he uses to smuggle shit in and out of the city. გემი აქვს რაღაცა ურისი დახმარებითაცო, ანუ გააქვს და შემოაქვს რაღაცა ელემენტებია. Last 8 months he's been making regular trips to Bermuda. ბერმუდაში დავრისო. ბერმუდა რა არის? Goddamn thing. He's really been going to Cuba. არაფერი არაო. კუბაში დადისო. My assumption is that Frank has been taking whatever is salvageable from the old casinos and bringing it back up here. ძველი კაზინოდან ესე იგი ფრანკს რაღაცები მოაქვსო და შემდეგ ტოვებს უკვე ახალ კაზინოში, ანუ რასაც აშენებენ ახლა. ანუ ძალიან ბევრი რაღაცა გაკეთება უწევსო, იმ მხოლოდ იმიტომ რომ ანუ ძველი მაგიდები და რაღაცები გამოიყენოს ახალშია. სხვა რაღაცაც ხდება, მოდი ვეჭველიო. სამწუხაროდ ფრანკთან ვერ მივართ და ვეკითხავთ. ჰავანაში არის ეგო და ჯერ არ მოდის ვაკო. ხო, მაგრამ დავაძლევთ რომ შეიცვალოს. ბიზნესიო და მოვიდეს ვაკო. Look for places that'll support that kind of activity. Once you start taking them down, he'll come home. All right. I'll put a tap on the Coast Guard and let you know when the Tanager contacts them. მოკლედ მოპარული მანქანების რაღაცა ბიზნესი აქვს, მე მგონი და მანდ თუ მიხოლო და გარანტირებო მაგათო, მე უეჭველი შეიცვლოს გეგმებსა და ჩამოავა ხო ეგ კაციო. პრინციპში. უი. ხო, პრინციპში მანქანა აგერ მყავს და იქეთ და მიდიოდი არ ვიცი. და აქ უნდა იყოს კიდე რაღაცა მანქანაში, ესე იგი ლეიტენანტ ფრანკ პაგანი. ლოიალური ლეიტენანტი ფრანკ პაგანი ყოველთვის კაბოტო მარკოს ესე იგი ტომერას ზეტყვის ყველაფერს აკეთებს ეგო. ფრენკი keeping his cousin ან ფრენკი არის ძირითადად მხოლოდ აი ამ ტიკაფოს ჰარბორში. ანუ რაღაც ადგილია რა, სადაც ეგ არის სულ. და ეგ ტიპი უნდა მოვიშორდ ახლა თავიდან. მოკლედ, ბევრი რო არ ვილაპარაკო და დიდი ვიდეო რო არ გამოვიდეს ახლა მთლად. თესკანიანების მაღაზიაა ეს მარტო. მართლა? ტუალეტში შევიდა რა უჯერს. და აი ძმა გავალ მაცა ეს წამი. არა, პოლიციას არ დაურეკო. გავდივარ, უბრალოდ ის მინდა რომ ამეყოდებსო. რა დაურეკავ ძმა, გასული ვარ. კაი, მოკლედ, იმედია რომ ვიდეო მოგეწონათ ვიდეო დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, ჩვენ უკვე ერთმანეთს შეხვდებით შემდეგ ვიდეოში, დიდი ვარაუდით უკვე 4 შაბათს. ნახოთ როგორი დაკავებული ვიქნები, შეიძლება 4 შაბათს საღამოს დავდო ვიდეო, ან უკვე პარასკევსაც, მაგრამ პარასკევს კიდე სხვა არხისთვის მინდა რომ ვიდეო გადავიღო. ხო და ნახოთ რა როგორი იქნება.
ეხლა წავედი, წარმოდები ყველას და დროებით.